გამარჯობა, დღეს 26 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1964 წლის 26 მაისს დაიბადა ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მსახიობი და დიზაინერი ლენი კრავიცი. ის ცნობილია თავისი უნიკალური მუსიკალური სტილით, რომელიც აერთიანებს როკს, soul-ს, blues-ს, ფანკს და ფსიქოდელიას. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის 4 გრემი. 2024 წელს მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. 1977 წლის 26 მაისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ტონი. 2006 წელს ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრებთან ერთად. 1968 წლის 26 მაისს დაიბადა დანიის მეფე ფრედერიკ მეათე. ის ტახტზე ავიდა 2024 წლის 14 იანვარს. დედამისის დედოფალ მარგარეტ მეორის მეფობაზე უარის თქმის შემდეგ. 1968 წლის 26 მაისს დაიბადა ესპანელი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ფერნანდო ლეონ დე არნოა. მან 3-ჯერ მოიგო გოიას ჯილდო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა. 1966 წლის 26 მაისს დაიბადა ინგლისელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი. ის მონაწილეობს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის მეფის სიტყვა, მებრძოლთა კლუბი, ჰარი პოტერი და გვირგვინი. 1988 წლის 26 მაისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი ანდრეა კატელანი. 1926 წლის 26 მაისს დაიბადა საყვირზე შემსრულებელი, ჯაზის მუსიკოსი და კომპოზიტორი მაილზ დეივისი. ის იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 7 გრემი. 1979 წლის 26 მაისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ელიზაბეთ ჰარნოა. 1979 წლის 26 მაისს დაიბადა ამერიკელი პროფესიონალი მოჭიდავე, მოდელი და ტელევარსკვლავი ეშლი მასარო. 1939 წლის 26 მაისს დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი, უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე და პოეტი მერაბ კოსტავა. ის იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. მერაბ კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ის ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას. ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს. საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.